25 წლის ირაკლი ბოლქვაძე ქედის საფეხბურთო კლუბ ბეთლემში თამაშობდა და წლების განმავლობაში ხულოში გუნდის ჩამოყალიბებაზე ოცნებობდა. ფეხბურთელს ოცნება უკვე აუხდა და დღეიდან ხულოს ახალი კლუბის ხიხანის კაპიტანი იქნება. ბოლო 3-4 წელი ქედის გუნდში თამაშობდი და ეხლა საკრებულოს გამგეობის დახმარებით გავაკეთეთ ხულოში გუნდის შეუქმნით და გადმოვედი და დაუბრუნდი ჩემ მშობლიურ მხარეში, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთესი ჩემთვის ეს ვარიანტია და განვითარდება უფრო ფეხბურთი ვფიქრობ. ბიჭები ჩამოვლენ და გვეხმარებიან. ყოფილი ფეხბურთელი თემურ ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოს საფეხბურთო კლუბმა ხიხანმა არსებობა 1997 წელს შეწყვიტა. 18 წლიანი პაუზის შემდეგ კი კლუბი საქართველოს პირველობაზე კვლავ ხიხანის სახელწოდებით იასპარეზებს. 97 წლის შემდეგ ხულოში საფეხბურთო გუნდი არ ყოფილა. მაშინ ტარდებოდა აჭარის პირველობა და შეწყდა შესაბამისად ჩვენი გუნდიც ნელა-ნელა დაიშალა. დღეიდან უკვე ვიწყებთ მზადებას. უნდა მოვიწვიოთ გამოცდილი ფეხბურთელები, რახან პირველად ვიწყებთ მონაწილეობას, მოვიწვიოთ უნდა ფეხბურთელები, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენ გუნდის ჩამოყალიბებაში. შესაბამისად თვითნელი ლიცენზირებული თვითნელი გჭირდება. ფეხბურთელები წვრთნას ხულოს ცენტრალურ სტადიონზე გაივლიან, სადაც მოშლილია ინფრასტრუქტურა, დამტვრეულია სკამები, კარებს არ გააჩნია ბადე. 4 წლის წინ მისი რეაბილიტაციისთვის 106,699 ლარი დაიხარჯა. სპორტსკოლის თანამშრომელი მერაბ ბოლქვაძე განმარტავს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად გამგეობა აქტიურად მუშაობს. მოედანს დაუშვათ, უნდა ოდნავ შესწორება, აგერ არის სკამები შესაკეთებელი, ესეც გაკეთდება. გასახდელები თითქმის იმაშია, სინათლეა შესაყვანი. დანარჩენი ყველაფერი წყალი შეიყვანეს. ხულოს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის ნადიმ ვასაძის განცხადებით სტადიონის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან 65,000 ლარია გამოყოფილი. თავად გუნდის დასაფინანსებლად კი 80,000 ლარი აჭარისწყალ ჯორჯიამ გამოყო. გუნდის დასაფინანსებლად გამოინახა ინვესტორი აჭარისწყალი ჯორჯიას სახით, რომელმაც დასაფინანსებლად გამოიყო 80,000 ლარი. თანხა მოხმარდება ძირითადად შრომის ანაზღაურების, ანუ კლუბის წევრების შრომის ანაზღაურებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტის მხრიდანაც მოხდა ბიუჯეტში 65,000 ლარის გათვალისწინება აღნიშნული გუნდის დასაფინანსებლად, რომლის ძირითადი ნაწილიც მოხმარდება სტადიონის რეაბილიტაციას და სხვა მიმდინარე ხარჯებს. ფეხბურთის გუნდი ხიხანი 18 ადგილობრივი და 3 სხვა გუნდებიდან მოწვეული ფეხბურთელით დაკომპლექტდება, რომელთა საშუალო ანაზღაურება 300-დან 600 ლარამდე იქნება.